მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხი საფეხბურთო ნიუსები. დღეს ჩვენ ვიდეოში შემოგთავაზებთ ხელს-ხელ ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებდეთ, მინდა გთხოვოთ რომ გამოიწოროთ ჩვენი არხი, რადგან ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარისხილაკი, რათა არ გამოგცეს ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარებში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. ახლა კი დავიწყოთ. საფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე თვეზე მეტი რჩება. თუმცა ლივერპულის მეკარეების საკითხზე თითქმის ყოველდღე ახალი ინფორმაცია ვრცელდება. ამჯერად წითლების ქართულ მეკარეზე გიორგი მამარდაშვილზე ცნობილი იტალიელი სატრანსფერო ექსპერტი და ჟურნალისტი ნიკოლო სკილა წერს. მისი ინფორმაციით გიორგი მამარდაშვილის ერთწლიანი იჯარით დამატება 3 იტალიურ კლუბს შესთავაზეს და ეს კლუბებია იუვენტუსი, ინტერი და ფიორენტინა. ამჟამად სერია-ას კლუბები წინადადებას განიხილავენ. აღსანიშნავია, რომ იუვენტუსს უკავშირებენ ლივერპულის ბრაზილიელ მეკარე ალისონ ბეკერსას. იტალიური მედია წერდა, რომ პირადი კონტრაქტის პირობები ტურინელებმა ფეხბურთელს უკვე შეუტანხმეს. თუმცა თუ კლუბებს შორის კონსენსუსი ვერ შედგა და მერსისაიდელებმა ალისონის ტრანსფერი დაბლოკეს, არაა გამორიცხული, რომ მის ნაცვლად ტურინში მამარდაშვილი გადაბარგდეს. რაც შეეხება ინტერსა და ფიორენტინას, მილანური კლუბები იების ესპანელი მეკარით დავიდ დე ხიათი არის დაინტერესებული და თუ ეს ტრანსფერი შედგა, ფლორენციელებს ახალი პირველი ნომერი დასჭირდებათ. ხოლო ტრანსფერის ჩასლის შემთხვევაში მამარდაშვილი შეიძლება კრისტიან კიბუს გუნდში ვიღილოთ. აქვე გეტყვით, რომ მამარდაშვილს ლივერპულთან კონტრაქტი 2031 წლამდე აკავშირებს. ტრანსფერმარკეტის შეფასებით ქართველი მეკარის სატრანსფერო ღირებულება 28 მილიონი ევრო გახლავთ. საფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ვოტფორდი გიორგი ჩაკვეტაძის სარფიან ფასად გასხვისებას გეკმავს, საიმისოდ რომ ახალი გუნდის დასაკომპლექტებლად სათანადო ფინანსები გააჩნდეს. ამის საუბაზე ინფორმაცია 72-მა გაავრცელა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ვიკარეიჯ როუდის ბინადრების ხელმძღვანელებმა მაქსიმუმი უნდა გააკეთონ, რომ შარშანდელი ჩავარდნა გამოსორდეს და კლუბმა უმაღლესი მიზნებისთვის დაიწყოს ბრძოლა. გიორგი 2023 წლის აგვისტოდან მოყოლებული, ანუ მას შემდეგ რაც ის იჯარის წესი დაიმატეს, გუნდის წამყვანი ფეხბურთელი იყო. თუმცა შარშან სეზონი აშკარად ჩააგდო, რის გამოც შესაძლოა მისი გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღონ. ვოტფორდს ახლა იმის ფუფუნება ნამდვილად არ აქვს, დაიტოვოს ისეთი მოთამაშე, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში არ ჭდება. ჩაკვეტაძის გასხვისებამ კი გუნდს შესაძლოა ისეთი ინვესტიცია მოუტანოს, რომელიც სხვა მოთამაშეების დამატებისა და პრემიერ ლიგის აგზურისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემს. ჩაკვეტაძე ჩემპიონშიპის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, თუმცა მისი შედეგიანობა მის რეალურ შესაძლებლობებს არ შეესაბამება. გასულ წელს მან 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ძირითადში 22 დაიწყო. მხოლოდ 3 ასისტით გამოიჩინა თავი და იმ ფეხბურთელის ჭრდილი იყო, რომელიც წინა სეზონში ბრწყინავდა. ერთი წლის წინ ქართველი ნახევარმცველით ვალენსია ინტერესდებოდა, თუმცა ვოტფორდმა მის სანაცვლოდ 9 მილიონი ფუნტი მოითხოვა. ფაქტია, რომ ახლა გიორგის სატრანსფერო ღირებულება შემცირებული იქნება, თუმცა იმაზეც ვირად ნამდვილად გაყიდიან რამდენის ვოტფორდს თავის დროზე მისი გამოსყიდვა დაუჯდა. იმ ბრწყინვალე ტექნიკური შესაძლებლობის ხარჯზე, რომელიც გააჩნია, ჩაკვეს ევროპის არც ერთ ტოპ ლიგაში დამკვიდრება არ უნდა გაუჭირდეს. შეგახსენებთ, რომ 2025-2026 წლების სეზონში ვოტფორდმა ინგლისის ჩემპიონშიპში გამოსვლა მე-16 ადგილზე დაასრულა, მაშინ როდესაც პირველ წრეში პლეი-ოფის ზონაში იმყოფებოდა. საბა გოგლიჩიძემ გუნდი დატოვა და უდინეზეში დაბრუნდა, რის შემდეგაც ახლა გიორგი ჩაკვეტაძისა და ნიკოლოზ ჩიქოვანის სახით ამ კლუბში 2 ქართველი ფეხბურთელი დარჩა. ლეპარიზენმა ხვიჩა კვარაცხელია სტატია მიუსვნა და ნეაპოლში მის მიერ გავლილ გზაზე დაწერა. ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოსემამ ნაპოლის პრეზიდენტს აურიელო დე ლაურენტის კომენტარი სთხოვა და ნაპოლის პირველმა პირმა კვარაზე ისაუბრა. ნეაპოლში გატარებულ 1 წელიწადში კვარა ვარსკვლავად იქცა, თუმცა არ სურდა პატივი ესა საკუთარი საკონტრაქტო ვალდებულებებისთვის, რაც მისი აგენტებისა და ოჯახის მხრიდან არასწორად იყო მართული. მარადონასთან მისი შედარება ღიმილს მღვრის. მარადონა შეუდარებელი, უნიკალური და შეუცვლელია, როგორც პიროვნება ის საოცარი ადამიანი იყო და ნაპოლი და ნეაპოლის სიგიჟემდე უყვარდა. ის მილიონკარანტიანი მარგალიტი გახლდათ. ეჭვი მეპარება პარიზში ისეთი სიყვარული იყოს, როგორი სათუთის ნეაპოლისნაირ ქალაქშია.
ნეაპოლი 2005 წლის წინ დაარსდა და მაშინ პარტენოპე ერქვა, რაც ძველ ბერძნულად სირინოს ნიშნავს და საბოლოოდ კვარა ოდისევსივით მოიქცა. ყურების სვილით ამოისო, რათა ნეაპოლელი სირინოზების სიმღერას არ მოეჯადოვებინა და ჩვენი შეთავაზებები კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე არ გაიგონა. ნაპოლის პრეზიდენტის სიტყვების შემდეგ ნეაპოლურმა გამოცემა ინსტაპოლიტმა ხვიჩა კვარაცხელიას საინტერესო სტატია მიუძღვნა. მისმა ავტორმა ნაპოლი გააკრიტიკა და კვარას 70 მილიონ ევროდ გაყიდვას პარი სენ-ჟერმენისთვის საჩუქრის გაკეთება უწოდა. ახლა უკვე ნაპოლის ყველაზე მიამბოხე გულშემატკივრების დარწმუნდნენ, რომ კვარაცხელია ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ამის ფონზე ფაქტია ნეაპოლური კლუბის მენეჯმენტი ქართულ გარემარბთან მიმართებით სრული კრახი იყო და შეცდომებით ახსავსი აღმოჩნდა. არასწორი გადაწყვეტილებების სერიამ კვარას პარი სენ-ჟერმენში ტრანსფერი გამოიწვია, თანაც მხოლოდ 70 მილიონ ევროდ. ეს კი ნამდვილი საჩუქარი გახდათ. საკმარისია გავიხსენოთ, რომ ლივერპულმა ვირცა და ისაკში ორჯერ მეტი გადაიხადა. არადა დღესდღეობით მათი ფასი კვარაზე ორჯერ ან შესაძლოა სამჯერ ნაკლებისაა. ამ სეზონში კვარაცხელია ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია და მსოფლიო ჩემპიონატის წელი რომ არ იყოს, ძალიან კარგი შანსიც ექნებოდა. კვარა დიდი ალბათობით საუკეთესო ხუთეულში მოხდება. თუმცა ყველაფერს წლის ბოლომდე განვითარებული მოლდენები აჩვენებს. მაინც რა დააშავა ნაპოლიმ ხვიჩასთან მიმართებაში? ნაპოლიმ დაუშვა შეცდომა, რომელიც აურეოლო დე ლაურენტისის მენეჯმენტის სტილისთვის დამახასიათებელია. პრეზიდენტს ბეწვის ხიძე სიარული უყვარს. მას მოსწონს, როდესაც ხელსაყრელ პოზიციაში და კვარასთან მიმართებაში აშკარა უპირატესობა ჰქონდა. ჯუნტოლიმ ნაპოლის საგანძური უპოვა. ნაპოლიმ მარგალიტი აღმოაჩინა და მის სანაცვლოდ ძალიან ცოტა გადაიხადა. მისი ხელფასი კი 1,4 მილიონი ევრო გახლდათ. ვერონასთან ჩატარებული სადებიუტო მატჩი საკმარისი აღმოჩნდა იმის გასაგებად, რომ ინსინიეზე სამჯერ უკეთეს ფეხბურთელთან ჰქონდა საქმე. ალჟირის სიტყვები რომ გამოვიყენოთ, განსხვავებული კლასის მოთამაშესთან. მეორე ტურში მონცასთან მან საოცარი გოლი გაიტანა, თუმცა საქმე მხოლოდ გოლებსა და საგოლე გადაცემებში არ იყო. ასეთ ფეხბურთელს მოედანზე მაშინ ამჩნევდა ხვდები, რომ გამორჩეულია. სკუდეტოს მოგების შემდეგ, რომლის დასაკუთრებაშიც კვარაცხელიამ საკვანძო როლი შეასრულა, კლუბს მისი ხელფასი საგრძნობად უნდა გაიზარდა. ხვიჩა არ იყო 1,4 მილიონიანი მოთამაშე და ნაპოლის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელის სტატუსს ნამდვილად არ იმსახურებდა. ბუნებრივია, რომ ამან მას და მის გარემოცას გული აუცრუა. მათი გრძნეს, რომ ხელფეხი ჰქონდა ჩეკრული, რაც ძალიან უსიამოვნო განცდა და წკენდა ნელ-ნელა დაგროვდა. დაძაბულობა იზრდებოდა და კატასტროფულ მეორე სეზონში დადგა მომენტი, როდესაც აშკარა იყო, რომ ქართულ ფეხბურთელს წასვლა უნდოდა. ეს არნიშნავს, რომ კვარამ ნაპოლი დააშანდაჟა. სიმართლე ისაა, რომ ნაპოლი კვარაცხელიას საკითხს კატასტროფულად მიუდგა. საშილად იმოქმედა და თავი გაინადგურა. შედეგად ისინი იძულებულნი გახდნენ ხვიჩას 70 მილიონ ევროდ გაეყიდათ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მისი უფასოდ დაკარგვის რისკის ქვეშ დადგებოდნენ. დე ლაურენტის ფეხბურთელისთვის ხელფასი რომ გაეზარდა, რასაც ის სრულად იმსახურებდა, პარი სენ-ჟერმენში ტრანსფერი სრულიად განსხვავებულ ატმოსფეროსა და პირობებში განხორციელდებოდა. ნაპოლის ბევრად მეტი სავარაუდოდ 100 მილიონ ევროზე დიდი თანხის მიღება შეეძლო, წერს ნეაპოლური გამოცემა. ცნობისთვის კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის 25-26 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ნაპოლში ყოფნისას კვარა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს. გიორგი კოჩორაშვილმა შესაძლოა ზაფხულში ლისაბონის სპორტინგი დატოვოს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა ბოლანერეტე წერს. გამოცემის ინფორმაციით, ალვალადზე კოჩორაშვილის მომავალი ბუნდოვნად გამოიყურება. შესაბამისად არაა გამორიცხული, რომ ზაფხულში ნახევარდაცვაში დაგეგმილი რევოლუციის ფარგლებში ქართველმა კლუბი დატოვოს. გიორგი კოჩორაშვილის სპორტინგს 2025 წლის ზაფხულში შეუერთდა. ლომებმა მის სანაცვლოდ ლევანტეს 5,5 მილიონი ევრო გადაუხადეს. ამ დროისთვის ქართულმა ლისაბონური კლუბის მაისურით 22 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე პასი შეასრულა. ბოლოს ძირითადში კოჩორაშვილმა 5 თებერვალს ითამაშა. მას შემდეგ კი ამის შესაძლებლობა აღარ მისცემია. შეგახსენებთ, ქართული ნახევარმცველის კონტრაქტი 2030 წლამდეა გათვლილი. გამოსასყიდი კი 80 მილიონი ევროა. თუმცა როგორც ბოლანარეტე წერს, პოტენციური ტრანსფერის შემთხვევაში სპორტინგი მას უფრო მოგრძალებული თანხის სანაცვლოდ შეელევა. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ ვიდეო 3 ნაწილამდე მოხვედი, აუცილებლად მოიწონო ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ასევე არ დაგაუწყეთ, გამოიწერეთ ჩვენი Instagram და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ვიდეოში.